და სიკვდილზე ფიქრი არ გაშინებთ? არა, აი მართლა მეგობარია ჩემი. თვალებს ჩაგიხედავთ? ბევრჯერ. ერთხელ აი ცოტა ხნის წინ, 2 წლის წინ არ სვავ დამაწყნარებლები ცხოვრებაში არ დასაძინებლები თუ ეგეთ პრეპარატები არ მიყვარს რა, იმიტომ რომ საერთოდ ჩემი ბიოლოგიური ძილი არის 4 საათი და მეტი რომ ძინავს დებილი მგონია თავი. 4 საათი ყოფნით. აი რომელ საათზეც არ უნდა დავიძინო 4 საათში თვალს ვახევ. და რაღაცა უძილობა მქონდა საშინელი, აი 4 საათსაც ვერ ვიძინებდი და რაღაცა ბალახისეული ანუ სახელი არ მახსოვს მომცეს. აღდგომა მოდიოდა წითელ პარასკევს დავიძინე და კვირას გავაღე თვალები. უკვე შეერთებულმა სამონტყოფოში. ასო. თან მერვე დონის კომა მქონია თურმე რა. ვა. თუ ჩემი ცოლი მათგა თავზე მე სად ვარ? აი ესე დაიძინე პარასკევს და დღეს გაიღვიძე და აი ეს არაერთხელ მომხდარა ჩემ ცხოვრებაში, სხვათა შორის ერთხელ კანარის კუნძულებზე დამემართა, ყველაზე მნიშვნელოვან კონცერტს ვატარებდი 94 წელს კორიდაზე. ჩემი ნიუ-იორკ ბენდი და პაკო დე ლუსია ერთად მართავდით ჩემ საკუთარ ფესტივალზე კონცერტს. და მოვიდა ჩემი მეგობარი ეს მანოლო ბოდრენა ვედერიპორტის მუსიკოსი უკრავდა ჩემთან ერთად და რა ვიცი რა კოკოინი ქონდა ამისთანა მომწევდა გულმა დამიწყო აი აქცემა და თქვი yo muerto ესპანურად რას ნიშნავს? მე მოვუწყვე დავეცი ეს კონცერტი არ ჩემი კონცერტი არ ჩატარდა პაკო დე ლუსიამ ჩაატარა მარტომ და მე რეანიმაციაში გავახილე თვალები ჩემი ქვეყნის წინაშე მაქვს რაღაცა გასაკეთებელი და იმის გაუკეთებლად ალბათ არ მეყვა